2014 წლის 8 მარტს კუალა-ლუმპურის აეროპორტიდან პეკინის მიმართულებით გაფრინდა Boeing 777 რეისით MH370. თითქოს არაფერია უცნაური, მზიანი დღე, მოწმენდელი ცა, ტექნიკურად გამართული თვითმფრინავი. მაგრამ მალევე Boeing-ი რადარებიდან გაქრა, ხოლო 5 საათის შემდეგ კი მალაიზიის მთავრობა მის დაკარგულად გამოაცხადა. პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ Boeing-ის მოძებნა ვერ მოხერხდა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად პილოტებს მოუწიათ მიმართულების განზრახ შეცვლა და ისინი რადარებიდან გაქრომის შემდეგ კიდევ 5 საათი მიფრინავდნენ. მოგვიანებით მალაიზიის მთავრობამ განაცხადა, რომ თვითმფრინავი ავსტრალიის სანაპიროებთან ჩამოვარდა. უფრო მეტიც მათი პოვეს დამტრეული თვითმფრინავის ნაწილები, მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ დღემდე ოფიციალურად ვერ დასტურდება, იყო თუ არა ეს MH370 რეისის ნაწილები. დღემდე ბევრი თეორია გამოითქვა და დღესაც მიმდინარეობს დავა იმის შესახებ თუ რა მოხდა რეალურად. მაგრამ საქმე იმაშია, რომ დროთა განმავლობაში ამ ამბავმა დაკარგა აქტუალურობა და მეტნაკლებად მიწნარდა მასზე საუბარი. 1979 წელს Boeing 777-379, რომელიც ტოკიოდან რიოში მიფრინავდა, აფრენიდან 9 საათში ასევე რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავზე იყო $1,200,000 ღირებულების ხელოვნების ნიმუშები. საბოლოოდ ეკიპაჟის 6 წევრი და თვითონ Boeing-ი აღარავის უნახავს. ეს მხოლოდ ორი შემთხვევა მოვყევით, მაგრამ რეალურად გაქრომის ისტორიები ძალიან ბევრია. მით უმეტეს რაც ცნობილია. ალბათ საინტერესოა ორივე თვითმფრინავის ნამდვილი ბედი, მაგრამ რატომღაც ისინი დროთა განმავლობაში კარგავენ აქტუალობას. აქედან გამომდინარე ჩნდება კითხვა. რა აკლიათ ამ ისტორიებს, რომ პრესტიჟულობას ვერ ინარჩუნებენ? გონი ვიცი. მისტიკა. დიახ, მისტიკა. საჭიროა ყველა ისტორიის შელამაზება. რაღაც ამოუცნობის ჩამატება, მეტი ფანტაზია და რაც თავარია მეტი ჰორორის ელემენტები. დაახლოებით ისეთი, როგორითაც სარგებლობს ბერმუდის სამკუთხედი. დიდი ხანია, რაც ფლორიდის, პუერტო-რიკოსა და ბერმუდის კუნძულებს შორის არსებობს რაღაც მისტიკა, სადაც კრებიან გემები და თვითმფრინავები, ხოლო შემდეგ თუ რომელიმე მათგანს აღმოაჩენენ, აბსოლუტურად სარეალი ხდებათ. ამ ადგილმა იმდენად მოიხვეჭა სახელი, რომ ზოგიერთი ბერმუდის სამკუთხედს ჯოჯოხეთის კარიბჭესაც კი უწოდებს. პირველი ცნობები ბერმუდის სამკუთხედის შესახებ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოდან გვხვდება, როდესაც ამ ტერიტორიაზე გაქრა გემი. მას შემდეგ ისტორიები სულ უფრო საშიში და შემზარავი ხდება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამკუთხედის ზუსტი ადგილმდებარეობა კვლავ უცნობია. ყოველ შემთხვევაში ყველა წყაროში განსხვავებულად წერია. ამ ფენომენის ახსნა რამოდენიმე მეცნიერული მოსაზრებით შეიძლება. ერთ-ერთი მათგანი არის მკვლელი ტალღები, რომელიც კი თავის სახელს ამართლებს. ეს არის საკმაოდ სპონტანური მოვლენა. მას არ სჭირდება არც მიწისძვრა, არც ვულკანი, არც შტორმი. შეიძლება აი მოწმენდილ ცაზე, წყნარ ზღვაზე ამოვიდეს 25-30 მეტრიანი ტალღა და დამერწმუნეთ ეს ისეთი სიმაღლეა, რომ ნებისმიერ გემს თუ არ ჩაძირავს, ზიანს მოუტანს. ასეთი ტალღები წყლის შემადგენლობის გამო შეიძლება წარმოიქმნას. მის ზედაფენაში მეტი ჟანგბადია, შესაბამისად მეტია ელექტროობა, ხოლო ქვედაფენაში მეთანისა და მარგანეცის დიდი კონცენტრაცია. ეს უკანასკნელი ორი შეიძლება რეაქციაში მეხის დაცემის შემდეგ შევიდეს და ამოათავისუფლოს წყლის უზარმაზარ რაოდენობა. სხვა ახსნა ჯერჯერობით მკვლელ ტალღას არ აქვს. თუმცა ასეთი ტალღები ბერმუდის სამკუთხედიდან საკმაოდ შორს ნორვეგიაშიც კი დაფიქსირებულა. მაგრამ ჩვენ თქვით, რომ გემთან ერთად ქრება თვითმფრინავებიც. და გასაგებია, რომ ტალღა თვითმფრინავს ვერ მიწვდება, მაგრამ მიწვდება მეთანი. საქმე იმაშია, რომ გარე ფაქტორების ზემოქმედებით მეთანი მსკერიდან ამოდის წყლის ზედაპირზე და აფორმირებს დიდ ბუშტებს. დაახლოებით ისეთ საფნეს კაპიტნო ვაკეთებთ ხოლმე. ოღონდ გაცილებით დიდს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ამ დროს წყალი და ჰაერი კარგავს სიმკვრივეს და ახლოს გამავალი სხეული ესქნება გემი, ნავი თუ ზევიდან გადამფრენი თვითმფრინავი მასში ვარდე. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მკვლელ ტალღებთან ერთად მეთანი კიდევ ერთი ფაქტორია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთი შეხედვით მისტიკური უბედური შემთხვევა. მაგრამ რა უყოთ ამ გამქრალ ხალხს? ყველას ერთად ხომ ვერ წაიღებდა გიგანტური ტალღები? ამის ახსნაც შეიძლება ეგრეთ წოდებული ზღვის ხმით. ეს არის დავალსიხშირიანი ხმა, რომელიც წარმოიქმნება შტორმის დროს და შემდეგ ქარს საკმაოდ სწრაფად გადააქვს ტალღების მეშვეობით. ზღვის ხმის სიხშირე მერყეობს 7-დან 20 ჰერცამდე და თქვენ ალბათ, როგორ შეიძლება ადამიანის ყურმა გაიგოს 20 ჰერციანი ხმა? ეს ხომ შეუძლებელია? კი, შეუძლებელია, მაგრამ ეს ხმა მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. თანაც აპანიკებს მათ და თავგანწირვის განცდით ხტებიან გემიდან. მაგრამ რაღა მარტო ბერმუდის სამკუთხედის მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ასეთი რაღაცეები? არა, ასეთი რაღაცეები მთელი ოკეანის მასშტაბით ხდება. უბრალოდ ბერმუდის სამკუთხედი ეს არის ავტობანი, ერთგვარი მაგისტრალი, სადაც ტრანსპორტი მოძრაობს, ამიტომ ყოველი შემთხვევა აღინიშნება. მაგრამ აი ეს უკვე დამტკიცებულია, რომ აიზონის ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელმა ლოურენს დევიდ კუშემ ჩაატარა დეტალური აღწერა, გადაამოწვა ყველა დაკარგული გემის ისტორია, ფაქტები და ასე შემდეგ.
წიგნიც კი დაწერა ამის შესახებ. საბოლოოდ მისმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბერმუდის სამკუთხედში დაკარგული ტრანსპორტის რაოდენობა საკმაოდ გაზვიადებულია. მან გაანალიზა ყველა ისტორია და რამოდენიმე მათგანის ამოხსნაც კი შეძლო. ხოთაშორის მის სიაში იყო ისეთი გამოგონილი ისტორიები, რომლებიც სწორედაც რომ აძლევს ამ ადგილს ესეთ სახიფათო სახელს. ესე იგი რაღაც ისეთი მინდა რომ აი პირდაპირ წერტილში მოვარდნავ ჩემს ჟურნალს კითხულობ მე ჟურნალისტი დავით მოდი ჩემთან მოდი გამარჯობათ რედაქტორ გამარჯობა აბა ყოველთვის რა თემები მომიზადე ხო მოკლედ ესე იგი ჩვენ ქალაქში გერმანულმა ნაგაზმა 10 ჰასკის ლეკვი დაყარა როგორი კიდე ხიდი შენებლობა გადაიტანეს არა ისა ხო ჩვენ ქალაქში გამწვანების პროგრამა შეაჩერეს არა დავით არა პრინციპში სულ ეს იყო მაგრამ მოიცა კიდე არის ერთი ხო ისა ფლორიდის სანაპიროზე მეორე დაკარგული გემი იპოვეს აჰა შემდეგ მიდი ხო და ჩემი წყარო იძახის რომ 5 კაცი გადაიცვალა და 20 გადარჩა ძალიან ცუდი დავით ძალიან ცუდი მოდი ხვალე ასე დავწეროთ 20 კაცი დაიღუპა 5 გადარჩა ადგილობრივებმა რაღაცა უცნაური ხმები გაიგეს სანამ გემი ჩაიძირებოდა შემდეგ გემთან ახლოს ამოვიდა რაღაცა მონსტრი და შეჭამა ეს გემი ისე რომ ადგილობრივების არც შეეშინდა და შემდეგ სადღაც გაქრა ისევე ხვალ იმ კვლევრების სერიოზული ჯგუფი მიემგზავრება ფლორიდაში რათა გამოიძიოს ეს ყველაფერი ნუ თუ მეგალოდონი იყო დასკვნაში ეშმაკურად ჩავდა ეშმაკურად შესანიშნავი ინტრიგა გვინდა დავით ინტრიგა დადი ყოველ შემთხვევაში ბერმუდის სამკუთხედი არ არის არანაირი მისტიკა და არც ანომალია. ეს უბრალოდ გაზვიადებული ისტორიების დიდი დასტაა, ხოლო რეალურად დაკარგული ტრანსპორტის ახსნა კი ასე თუ ისე მაინც ხერხდება. როგორც ხედავთ, ამ ადგილში განსაკუთრებული არაფერია. მთელი ზღვებისა და ოკეანეების ფარგლებში ფიქსირდება მოლოდნელი გაქრომა. უბრალოდ ეს ხდება სადმე მიყრუებულ, უინტერესო და ადვილად პროგნოზირებად გარემოში. თქვენ გონიათ შავ ზღვაში გემი არ გამქრალა? კი, უბრალოდ ჯერ არ არსებობს ლეგენდა ფოთის რომბზე და ბათუმის ტრაპეციაზე, საიდანაც გიგანტური ხელი ჩამოდის და გემები სადღაც მიყავს. გამოიწერეთ ჩვენი არხი YouTube-ზე, დაგვალაიქეთ Facebook-ზე და რაც თავარია, ვაკუუმი გამოდის ყოველ კვირას 8 საათზე, თუ რაიმე გამონაკლისი არ მოხდა. დღეს მეცნიერები აქტიურად სწავლობენ მარსს და კი სამართლიანია მისი შესწავლა. თუმცა მოდი გადავხედოთ სხვა პლანეტებსა და თანამგზავრებს, სადაც პოტენციურად შეიძლება ცხოვრება. მაგალითად მთვარე. 1972 წელს მთვარეზე წარმატებით დაჯდა აპოლონ 17. მის კაპიტანი ჯინ სერნანი და დოქტორ ჰარისონ შმიდტი დღემდე უკანასკნელები არიან, ვინც მთვარეზე იყო. დაუბრუნდეთ გადაცემის სათაურს. შეიძლება თუ არა მოვატყუოთ მოწყობილობა, რომელიც ამდენ ცვლილებას აფიქსირებს ორგანიზმში. რა თქმა უნდა. პოლიგრაფის მოტყუება ძალზედ მარტივია თუ კი თქვენ ხართ ფსიქოპატი. თქვენ არ გაგაჩნიათ საზოგადოებრივი ნორმები და ეთიკის გაგება. შესაბამისად, სახიფათოდ დასმულ კითხვებზე პასუხობთ სათანადო რეაქციის გარეშე. პოლიგრაფის მოტყუება არ გაუჭირდებათ მაღალი დონის მსახიობებს და პათოლოგიურ მატყუებელს.